სოფელ ხიბულაში მდინარე ჭანისწყალზე გადებული ხიდი დანგრეულია, მოსახლეობა რაიონს ვერ უკავშირდება. რაიონის სოფელ ძველი ხიბულას მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი ხიდი მდინარე ჭანისწყალმა წაიღო, რის გამოც მოსახლეობას 8 თვე შემოვლითი გზით გადაადგილება უწევს. როგორც ხობის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ხიდის აღდგენითი სამუშაოები 2 კვირაში დაიწყება. ეს ხიდი ძველ და ახალ ხიბულას ერთმანეთთან და ხობის რაიონთან აკავშირებს. უკვე 8 თვეა აქაურები სოფელში შემოვლითი გზებით გადაადგილდებიან. მდინარე ჭანისწყალი ყოველი წვიმის დროს დიდდება და ჯებირებს არღვევს. ზაფხულში ხიდი საერთოდ ჩაინგრა და მოსახლეობამ თავისი ძალებით აქ გადასასვლელად ფიცრები შეკრა. იქით აქეთ ყოველთვის ვიხდება სიარული. მე პედაგოგები აქეთ აქაური არიან, ახახიბულიდან ფეხი დადიან. ხიდი არ არის. ბავშვები კიდე აქ დადიან სკოლაში, ძველი და უჭირს აქ გადასვლა. ეს ხიდი იყო ძირითადი რაიონთან დამაკავშირებელი ხიდი. მთელი მოსახლეობა დაუდიოდა და ხალხი გულას უკავშირდება მთელ რაიონს ამ გზით უკავშირდებოდა და ეხლა იმ ხიდიდაც სარგებლობთ. ხიბულელებს ხობში სამანქანო გზით გადასაადგილებლად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ. ისინი საჯიჯაოს ხიდით სარგებლობენ. ხიბულას ხიდის აღდგენას 50,000 ლარი სჭირდება. ადგილობრივ მთავრობაში აცხადებენ, რომ თანხა წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებულია, თუმცა ხიდის აღდგენა იგვიანებს, რადგან მანამდე ნაპირსამაგრის სამუშაოების ჩატარებაა აუცილებელი. სპეციალური ტექნიკა ჭანისწყალზე რამდენიმე დღეა გამოჩნდა. ყრით ქვევს გასამაგრებელი ფერობლება საშუალების მიმდინარეობა. ობიექტური მიზეზების გამო დაგვიგვიანდა ეს სარემონტო სამუშაოები, სამაგიეროდ ჩვენ უახლოეს 2 თვეში აღდგენილი ხიდი ექნება სოფელს, რომელთაც დაუკავშირდება ეს 2 ძველი და ახალი ხიბულა ერთმანეთს. კალაპოტის გამაგრება გეგმის მიხედვით მარტში უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის ხიდის პროექტით დასრულდება. სოფელ იგოეთში გზაგამტარისა და მდინარე ლეხურაზე ხიდის მშენებლობა